ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყენოთ სასწავლო ბარათები, სპეციალური სასწავლო ბარათები, იმისთვის რომ მისწავლოთ ინგლისური სიტყვები. ამ შემთხვევაში მინდა გაჩვენოთ RevNote-ის აპლიკაცია, რომელიც იყენებს ეგრეთ წოდებულ ინტერვალებით გამეორების spaced repetition ინგლისურად მეთოდს. პირველ რიგში დაგჭირდებათ, რომ დააყენოთ ეს აპლიკაცია, აქ ან აქვე RevNote-ს რო დააჭიროთ, გაიხსნება Android-ის თვის რო გადმოწეროთ, არის ასევე iOS სისტემისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამის გადმოწერის მერე შექმნით ანგარიშს აპლიკაციაზე და მე შეგიძლიათ ამის გამოყენება. ეხლა ეს არის ის სასწავლო ბარათები, რომელიც გვაქვს გაკეთებული თქვენთვის და ეხლა ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ ამ ბარათების დამატება თქვენს პროფილზე. ამისთვის აქაც საიტზე რო გადავიდეთ, ქვემოთ არის ეს სხეულის ნაწილები რო აწერი, ამას რო დააჭერთ, გაიხსნება ეს ბარათები. ამ შემთხვევაში გახსნა თვითონ ბრაუზერში. ეს რო შეინახოთ, საიტზე უნდა იყოს შესული თქვენს ანგარიშზე, ახლა აქ მიჩვენებს რომ შესული ვარ და აქ ზევით იქნება ეს save ღილაკი. ამას რო დააჭერთ, მე ეს სასწავლო ბარათები რაც არის, შეინახება თქვენს პროფილზე და შეგიძლიათ გამოყენება. ახლა მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყენოთ ეს ბარათები სწავლისთვის და რაც თავარია დამახსოვრებისთვის, რატო არის ეს აპლიკაცია სასარგებლო. ასე გამოიყურებთ თვითონ აპლიკაციაში და ახლა მინდა დავაზუსტო თუ როგორ ხდება ამ აპლიკაციის გამოყენება, რატო არის სასარგებლო ახალი სიტყვების პრინციპში ნებისმიერი ახალი ცოდნის დამახსოვრებისთვის და ამ მაგალითზე მოდით ვნახოთ. ახლა აქ ზოგადი სტრუქტურა როგორ არის, ამ შემთხვევაში გვაქვს სხეულის ნაწილები ინგლისურად და აქ გვაქვს რაც კატეგორიები, რომელიც ასე ამ სამკუთხედში შეგვიძლია ჩამოვშალოთ. პირველი ეტაპი იქნება, რომ ამ ხედში გადახედოთ ამ ბარათებს და ისწავლოთ სხვადასხვა სხეულის ნაწილის დასახელება ინგლისურად. ეხლა ამ ჩვენს ფორმატში ეს იყო გაკეთებული, რომ ცალკე სიტყვები არ არის უბრალოდ განყენებული, აი რაღაცა მოკლე ფრაზები ინგლისურად და ქართულად, რომელიც ვფიქრობ, რომ გაგიმარტივებთ, რომ დაიმახსოვროთ ეს სიტყვები და ასევე რაღაც საინტერესო რო იყოს პროცესი, გვაქვს რაც ასე ვთქვათ, მიმები დამატებული, რომელიც პროცესს უფრო საინტერესოს გახდის, იმედია. და ზოგ ამ ასეთ ნახატზე ხედავთ, რაც ტექსტიც არის ინგლისურად. ეს ვფიქრობ დამატებით შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, რაც თან რაღაც დამატებით საკითხავი ქონეთ ინგლისურად. ახლა ვინც ახალი დაწყებული გაქვთ ინგლისურის სწავლა ან სადღაც A1 ან A2 დონეზე ხართ, შეიძლება ეს ტექსტები რაც არის სურათებზე გაუგებარი იყოს, იმიტომ რომ ზოგადად მიჩნეულია, რომ რაღაც უცხო ენაზე რომ იუმორი გესმოდეს, საჭიროა მაღალ დონეზე, საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობდე ამ ენას. ამიტომ არა უშავს თუ თავიდან ვერ გაიგებთ შინაარს. ვფიქრობ ეს პირიქით რაც როგორც мотиваცია ისე შეხედეთ ამას, რომ რაც უფრო განვითარდება თქვენი ცოდნა ინგლისურ ენაში, მე ამ რაღაც იუმორსაც გაიგებთ ინგლისურ ენაზე. ეს არის პირველი ეტაპი, რაც თქვი ესე იგი რაც გადახედავთ ამ ბარათებს და ისწავლით სიტყვებს. და ესე შეგიძლიათ ნახოთ აქ სხვადასხვა კატეგორია, როგორც არის დაყოფილი სიტყვები. ახლა ეს აპლიკაცია რითაც არის საინტერესო, ზოგადად ეს ინტერვალებით გამეორება, spaced repetition, რატომ მინდა გირჩიოთ რომ გამოიყენოთ. ამ სიტყვების სწავლა ისეთ შეგეძლოთ მაგალითად რაც წიგნში ან სხვა რესურსის გამოყენებით. ეს ინტერვალებით გამეორება იმით არის საინტერესო, რომ ის გვეხმარება უფრო სწრაფად დავიმახსოვროთ მასწავლი. და ერთხელ რაც ვისწავლეთ, გვეხმარება იმაში, რომ არ დაგვავიწყდეს. და როგორ აკეთებს ამას? ახლა მაგალითზე ვნახოთ ერთ-ერთი დასტო გავხსნათ, აქ რო დავაჭიროთ ამ თავის ქალაზე და აქ სათაურის გასწვრივ, თავი დასახე ხედავთ აქ ესეთი რაც სიმბოლოა და აწერია 15, ხო? ახლა ამას რო დავაჭერთ, გამოჩნდება ესეთი ფანჯარა და აქ მოვნიშნავთ ამ დავაჭერთ ამ ლურჯ ღილაკს practice with spaced repetition. აქ პრინციპი მუშაობის როგორ არის, ხო? როგორ უნდა მივადგეთ ამ პროცესს. ახლა აქ გვიჩვენებს ინგლისურ ტექსტს, ხო? Neck hurts. თქვათ შეიძლება გადაამოწმოთ თქვენი წარმოთქმაც, ან ჩემი წარმოთქმა ამ შემთხვევაში, აქ front რო აწერია, ხო? ამ ღილაკს რო დააჭერთ, თვითონ პროგრამა გაახმოვანებს ტექსტს. ავიცი რამდენად ისმოდა თქვენთან, ხო მე ეს პროგრამითაც წერ ასე ვთქვათ, ტელეფონის ხმასაც თუ ჩაწერს თუ არა, გამოჩნდება, მაგრამ ხმა ისმოდა ახლა წაიკითხა ეს წინადადება
და ახლა რა საკეთებთ? ნახეთ, უნდა ცდილობთ გაიხსენოთ, როგორ იქნება ეს წინადადება ქართულად, ხო? Neck როგორ არის, hurts როგორ არის და ერთად როგორ იქნება ქართულად, ხო? ეს შეიძლება მალე გაგახსენდეთ და მაშინ დააჭერთ ამ ლურჯ რილაქს და შეამოწმოთ თქვენ ცოდნას. ან თუ თქვა უცებთ ვარ გახსენდათ, არა უშავს, უნდა რაც დრო დაუთმოთ, ეცავთ გახსენება. ეს მნიშვნელოვანია, თვითონ ეს პროცესი, ეს გახსენების მცდელობა არის კვლევები ამაზე, რომ ეხმარება ადამიანს, რომ დაიმახსოვროს მასწავლი, ხო? თქვათ ახლა მოდით შევამოწმოთ. დავუშვათ, ავიცი, როგორ იქნება ეს ქართულად, ხო? და ახლა ნახავ პასუხს. კი ბატონო, ის არის მტკივა. და ახლა როგორ ხდება შეფასება? აი ქვემოთ გვაკეთეთ რამდენიმე სიმბოლო და ქვემოთ რაც დროები უწერია. მარჯვნიდან რომ მიყვეთ, ეს გვირგვინის სიმბოლო რო არის, ქვემოთ უწერი 4 დღე, ხო? ეს რა შემთხვევაში უნდა მოვნიშნოთ, როდესაც მარტივად გაიხსენებთ, როგორ იქნება neck hurts ქართულად. მარტივად გაიხსენოთ ისე მტკივა, მაშინ მონიშნავთ ამ გვირგვინს და 4 დღე იმას ნიშნავს, რომ რახან ეს სიტყვა ესე მარტივად გაიხსენეთ, ხო? პროგრამა ჩათვლის, რომ ამის უფრო ხშირად შეხსენება და შემოწმება არაა საჭირო და შემდეგი შეხსენება იქნება 4 დღის მერე. იგივე პრინციპი თქვა თუ გაიხსენა, მაგრამ ცოტა გამიჭირდა, ეს მომღიმარე სახე რაც არის იმას დააჭერთ და 24 საათში გითხავთ. თქვა თუ გაიხსენეთ, მაგრამ დიდი დრო დაგჭირდათ და რთული იყო გახსენება, მაშინ ეს 12 საათი რო ახატია, რო წერია, მაგას მონიშნავთ და თუ ვერ გაიხსენეთ, ამ შემთხვევაში მოითხოვეთ თქვა რომ ვერ გაიხსენეთ, ეს წითელი X-ი რო არის, ამას დავაჭერთ და 1 წუთში გკითხავს. ამ შემთხვევაში ამას დავაჭერთ ახლა ჩვენ, მაგრამ მანამდე ეს ბოლოს რო თქვა, ეს საათი რო ახატია, ნიშნავს რომ გამოვტოვო ეს ბარათი. გამოტოვება ხას ყველას თავისი მიზეზი შეიძლება კონდეს, რატომ უნდა გამოტოვება, თქვა თუ არ გინდა დროებით რო ნახოთ ეს ბარათი, ამ შემთხვევაში 1 საათით მაგას დააჭერთ. ამ შემთხვევაში მოდი დავაჭიროთ აი ეს 1 წუთი რო არის, თქვა ვერ გავიხსენე, ხო? ეს არის უკვე სისტემამ შეინახა თავის, ასე ვთქვათ, მეხსიერებაში, რომ ეს სიტყვა არ მახსოვდა და მკითხავს მალევე. გავაგრძელოთ forehead wrinkles, შუბლის ნაოჭები. ეს მარტივად გამახსენდა, ამ შემთხვევაში მოვნიშნავ გვირგვინს და ამას ვკითხავს 19 დღეში. Broken jaw, დავუშვათ რაღაც და გამიჭირდა ამის გახსენება, რო არის გატეხილი ყბა. მოვნიშნოთ ეს 24 საათიანი. და ბოლოს ეს მგონი არც მახსოვს, runny აქ მგონი ახლა ვცდილობ რომ გავიხსენო ამ კონტექსტში რას ნიშნავს, მაგრამ ხო არ მახსოვს, ხო, ცინგლიანი ცხვირი. კი ბატონო, ერთიც მოვნიშნოთ რომ არ ვიცოდი. Tongue twister არის ენის გასატეხი. ეს მოვნიშნოთ 12 საათიანი. აი ესე მიყვებით ბარათებს, ვცდილობთ რომ გაიხსენოთ როგორ იქნება ქართულ ენაზე. ახლა მოვით კიდე რამდენიმე ბარათს გავაკეთებ, მინდა ვნახო ეს ამომიგდებს თუ არა იმ ბარათებს, მინდა გაჩვენოთ რომ ამომაგდებს იმ ბარათებს, რომელიც მოვნიშნე რომ არ ვიცი, იმიტომ მას მალევე 1 წუთში უნდა ეჩვენებინა და ესეთი 1 წუთი გავიდა უკვე. აგერ neck hurts, ხო, ეს პირველი სიტყვა იყო, რაც მოვნიშნე რომ არ ვიცი და ისევ ნეკითხება, ხო? და ისევ უნდა ვცადო, გავიხსენო, რას ნიშნავდა, ეს მნიშვნელოვანია, სანამ დავაჭერ show answer, ხო, relax, მანამდე უნდა ვცადო, გავიხსენო, რას ნიშნავდა და ნიშნავდა, რომ ისე მტკივა. კი ბატონო, ახლა მარტივად გავიხსენე, ახლა შემიძლია ეს გვირგვინს დავაჭირო. და ესე მიყვებით, ახლა ყველას არ გავაკეთებ, უბრალოდ ინფორმაციისთვის, აი ზევით 10-იანი 8 წერია და წითელი დროში არის, გვიჩვენებს ამ კატეგორიაში, ხო, თავი და სახე, რამდენი ბარათი კიდე დაგვრჩა, რომ შევამოწმოთ გვახსოვს თუ არა. პრინციპში ეს არის, როგორ მუშაობს ეს ბარათები. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის, რომ იმისთვის, რომ ეს ინტერვალით გამეორება იმუშაოს თქვენთვის, ხო, და რაც შედეგი დაინახოთ და მალევე დაინახოთ, მნიშვნელოვანია, რომ RemNote იქნება ეს აპლიკაცია თუ რაც Anki არის კიდე მსგავსი და სხვა ბევრი ესეთი აპლიკაციები არის, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე გამოიყენოთ. ხო? ყოველდღე რომ შეხვალთ რაღაც ბარათებს გადახედავთ, თვითონ სისტემა გაჩვენებთ საჭირო ბარათებს. ანუ იმის მიხედვით, ხო, მე რა წამ თავის და სახის დასტაში, ხო, რაც მოვნიშნე ვიცი და რა დონეზე ვიცი, ხო? ზოგს მოუწევს 4 დღეში გახსენება, ზოგს 24 საათში, ზოგს 19 დღის მერე, მაგრამ ამას ეფექტი რო გქონდეს, ხო და ეს
რომ დამეხმაროს ამ აპლიკაციამ რომ დაემახსოვრე ეს სიტყვები, მნიშვნელოვანია რომ ყოველ დღე 10-15 წუთი მაინც რომ გამოვიყენო. ეს არის სულ.